მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე. თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: მოთმინებას აუცილებლად მივყავართ გულგრილობისკენ. ციტატის ავტორია მე-18 საუკუნის ფრანგი განმანათლებელი ფილოსოფოსი დენი დიდრო. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა ია ანთაძის ონლაინ დღიური. შეგახსენებთ, მინდა დამეხმაროთ, რომ არხს რაც შეიძლება მალე ჰყავდეს 1000 გამომწერი. ეს ჩემი პირველი ბარიერია, თქვენი ჩართულობის, თქვენი დახმარების გარეშე რასაკვირველი არაფერი არ გამომივა და ამიტომ მთელი გულით გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი. ახლა რაც შეეხება ციტატას. დენი დიდროს ციტატა თავისთავად არის საინტერესო თავისი კატეგორიულობით, რომ მოთმინებას აუცილებლად მივყავართ გულგრილობისკენ. გამოგიტყდებით, რომ როცა ამ ციტატაზე ფიქრი და მუშაობა დავიწყე, განწყობილი ვიყავი, რომ ავტორს არ დავთანხმებოდი. თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ შეიძლება ჩემი წინასწარი განწყობა მიბიძგებს, რომ ეს ციტატა გავაკრიტიკო და სინამდვილეში დენი დიდრო აღმოჩნდეს მართალი. ზუსტად ვიცი ეს ციტატა გულზე რატომ მომხვდა. პირადად მე ძალიან თავისებური დამოკიდებულება მაქვს მოთმინების მიმართ. ჩემი თავი დიახაც მომთმენ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ მანამ სანამ საქმე პრინციპებს შეეხება. იმიტომ რომ მეორე ხარისხოვანი და მეასე ხარისხოვანი ამბები მე ჩემს მოთმინებასთან არაფერ კავშირში არ არის, მე ისინი არ მაინტერესებს, არ მაღელვებს და რეაქციაც არ მაქვს და ამიტომ ზოგჯერ ჩემს გარემოცვაში ადამიანებს გონიათ ხოლმე, რომ ძალიან რბილი ხასიათი მაქვს და რამდენჯერმე ერთი და იგივე ამბავი განვითარებულა, რომ ადამიანები ხანდახან ცდილობენ, რომ ბოროტად გამოიყენონ ეს ჩემი რბილი ხასიათი. და იმის გამო, რომ ადამიანებთან ურთიერთობაში მართლა ბევრი რამ მეორე ხარისხოვნად მიმაჩნია, არ მაქვს ხოლმე ნამდვილად რეაქცია, მაგრამ თუ კი წითელი ხაზების გადალახვას ვინმე შეეცდება, მე აუცილებლად შეეჯახება ხოლმე ჩემი ხასიათის მისთვის მოულოდნელ მხარეებს. რა თქმა უნდა, როცა საქმე პრინციპებს ეხება, იქ არავითარი მომთმენი მე არა ვარ და ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც კარგად მიცნობენ. მაგრამ როცა ვთქვი დენი დიდროს ციტატა გულზე მომხვდა, მეთქი ჩემ თავს არ გულისხმობდი. ციტატამ იმის გამო მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ დღევანდელ ქართულ საზოგადოებასთან დაკავშირებით მაქვს პრობლემა. აი არ ვიცი რა დავარქვა მის მოთმინებას. ან როგორ შევაფასო, ან სამომავლოდ რას ველოდე. ფსიქოლოგი არა ვარ, მაგრამ ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ნამდვილად ვარ და ამიტომ მინდა რომ ჩემი დილეტანტური აზრები გაგიზიაროთ. ადამიანებით დავიწყებ იმისთვის, რომ უფრო გასაგები იყოს, რას ვამბობ. თუ ადამიანი დიდხანს ითმეს უსამართლობას, შეიძლება მართლაც ნელ-ნელა გაუქრეს ეს პროტესტი და გახდეს გულგრილი. შეიძლება იმიტომაც გახდეს გულგრილი, რომ როგორღაც ეს ტკივილები აიცილოს თავიდან. და ამ შემთხვევაში ნამდვილად ვეთანხმები დენი დიდროს, რომ ესეთი მოთმინება წარმოქმნის გულგრილობას, მაგრამ მოთმინება ყოველთვის გულგრილობამდე ხომ არ მიდის. ხომ არსებობს სხვანაირი მოთმინებაც, მოთმინება, რომელსაც სიყვარული უდევს საფუძვლად, მოთმინება, რომელიც ძალა, მოთმინება, რომელიც არის ძალიან გააზრებული და მიზნისკენ მიმავალი, რომელიც ზრდის ადამიანის შინაგან სამყაროს, კი არ კლავს ადამიანს, აცოცხლებს მას და როცა ასეთ მოთმინებაზე ვფიქრობ, პირველ რიგში მახსენდებიან ჩვენი სინდისის პატიმრები, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე უკეთ ვინ იცის, რომ ყველა მოთმინებას არ მივყავართ გულგრილობისკენ. ეხლა რა გამოდის ესე იგი, რომ ზოგჯერ მოთმინება უარს გათქმევინებს საკუთარ თავზე და ზოგჯერ პირიქით შეიძლება საკუთარი თავი გაპოვნინოს. ზოგჯერ მოკლავს შენში გრძნობას, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება გააღვივოს გრძნობა. ის ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე უდარდელად თითქოს გამოიყურება და სინამდვილეში ყველაზე პრინციპულად და დაუნდობლად მომთმენი არის ციხის მიმართ და პატიმრობის მიმართ, არის ელენე ხოშტარია. ელენე არის ადამიანი, რომელსაც არც ხმა და არც სიტყვა არ გაბზარვია არასდროს რეჟიმის პირისპირ, თავისუფალი იქნებოდა და გარეთ იქნებოდა თუ ახლა როცა პატიმარია და ციხეში ზის.
ელენეს მოთმინება პირველ რიგში მისი თავისუფალი არჩევანია და ამიტომ არის ძალიან ღირებული და ძალიან დასაფასებელი. მინახავს ელენეს მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილები და განცხადებები, რომელშიც მართლა ზღვა მოთმინება ჩანს და რომლის მოთმინებას აი ბოლო არ გააჩნია, როცა კითხულობ იმას, რასაც ელენე ციხიდან ჩვენ გვიგზავნის. მაგრამ მინახავს ელენეს წერილები თავისი ოჯახის წევრებისთვის გამოგზავნილი და არასდროს მას არ მიუცია თავისთვის უფლება, რომ ოდნავ მაინც მოდუნებულიყო. იქაც იმ წერილებშიც ყოველთვის იქით ამხნევებს თავისიანებს და ყოველთვის უხსნის მათ, რამდენად თავისუფალი არის იქ, სადაც არის. და ეს ყველა მიცის პრინციპში, როგორი არის ელენე, ვინც მის საჯარო ცხოვრებას შორიდან მაინც თვალს ადევნებს და პირველ რიგში ისიც ის, რომ გულგრილობა ემუქრება კი არა, ხარისხი ემატება გულმხურვალებას დღითი დღე. ასეთი არის ელენე. ძალიან კარგად ვიცნობ მას, შემიძლია ვთქვა, რომ ზედმიწევნით კარგადაც ვიცნობ, იმიტომ რომ 10 წელიწადი ელენეს კლასის დამრიგებელი ვიყავი და ყოველ დღე ამ ადამიანს ვუყურებდი წლების განმავლობაში. ჩემს აღქმაში ჩემთვის არის შვილივით გაზრდილი ადამიანი და ამიტომ ვიცი, რომ მისი ამ სამაგალითო მოთმინების საფუძველი არის მისი სიყვარული. მისი სიყვარული შვილების მიმართ, მშობლების მიმართ, თანამოაზრეების, თანამებრძოლების და სამშობლოს მიმართ. ეხლა ეს სიყვარული ძალიან ძლიერი სიტყვაა და არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი დარწმუნებული, რომ არ ვიყო ამაში. და მოთმინება ყველაზე მყარი და უხინჯო სწორედ მაშინ არის, როცა სიყვარულს ეფუძნება და ეს მარტო ელენეს არ ეხება. ეს ეხება სინდისის პატიმრებსაც, თუმცა ელენეს სიყვარულის მასშტაბი და უნარი ვიცი ზეპირად, იმიტომ რომ როგორც გითხარით, წლების განმავლობაში ამას ყოველდღე უყურებდი და ახლა ელენეს საერთოდ არ შეცვლილა. მაგრამ სინდისის პატიმრებს პირადად არ ვიცნობ და მათ შესახებ მხოლოდ იმით შემიძლია ვიმსჯელო და იმით ვსჯელობ, რომ ვიცი არაერთხელ შესთავაზეს არ ჩადენილი დანაშაული ეღიარებინათ და სანაცვლოდ თავისუფლებას პირდებოდნენ, მაგრამ ამ ადამიანებმა ეს არ აკადრეს არც თავის თავს, არც თავის ოჯახს, არც ჩვენ არ გვაკადრეს საზოგადოებას და არც თავის სამშობლოს და რა თქმა უნდა ამის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული იმ ყველაფრის, რაც ახლა მე ჩამოვთვალე. როგორც ჩანს, მოთმინება თავისთავად არ განსაზღვრავს რა იქნება მისი შედეგი. დაგასუსტებს ეს მოთმინება თუ გაგაძლიერებს. გადამწყვეტი არის რა დგას მის უკან. დგას შიში და სიცარიელე, თუ დგას სიყვარული და ნამდვილი მიზანი. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ციხიდან ამტკიცებენ, რომ მოთმინებას სრულებითაც არ მივყავართ გულგრილობისკენ, სრულიად აბათილებენ დენი დიდროს ციტატას. მაგრამ ჩემი მსჯელობა და კომენტარი ამით არ მთავრდება. როგორც თავიდანვე ვთქვი, ამ ციტატამ ჩემი ყურადღება მიიპყრო იმ მხრივ, რომ საზოგადოების მოთმინება მინდა ავხსნა და ძალიან რთული ასახსნელია. ადრეც ხშირად მომხდარა, რომ ქართველები ითმედნენ ცუდ ხელისუფლებას და მერე სპონტანურად გამოდიოდნენ დიდი პროტესტით და ეს ხდებოდა არა მარტო საქართველოში, ამიტომ ეს ხდება ბევრ ქვეყანაში. მაგრამ საქართველოში მე არ მახსოვს, რომ ასეთ სპონტანურ გამოსვლებს და პროტესტს რამე შედეგი მოეტანოს. ორი შედეგი, რომელიც მახსენდება და რომელიც დაკავშირებული იყო ხალხის პროტესტთან, ჩვენ ვნახეთ 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში და აი ეს ორივე პროტესტი იყო ძალიან კარგად დაგეგმილი და ძალიან დიდი შრომის შედეგი. ამიტომ არ მჯერა ამ სპონტანური გამოსვლების, რომ ეს რამეს მოიტანს ცვლილებების თვალსაზრისით. არის ქვეყნები, სადაც ხალხი ეგუება ან შეეგუა უკვე არასწორ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ამის მაგალითები რომ არ გქონდეს, შეშფოთების
საბაბი ნაკლები გვექნებოდა, მაგრამ თუ გავიხსენებთ მაგალითად რუსეთს და ბელორუსს, ჩვენ ნახავთ, რომ ჩვენგან ასე გამოიყურება ამ ხალხის ცხოვრება, რომ ისინი უკვე იმდენს ითმენენ, რომ აბსოლუტურად გულგრილები გახდნენ პოლიტიკური პროცესის და თავის სამშობლოს მომავლის მიმართ. რა შეიძლება იყოს სინამდვილეში მოთმინების მიზეზი? სამ მიზეზზე მინდა ახლა ძალიან მოკლედ ვილაპარაკო. პირველი, რა თქმა უნდა, არის რეპრესიების შიში, როდესაც ადამიანები ზრუნავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე და თავისი ოჯახის უსაფრთხოებაზე. მეორე მიზეზი, ეს შეიძლება იყოს სასოწარკვეთა, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ აი რა აზრი აქვს ჩემ გამოსვლას, აი ხო გამოვედით, ხო ვიბრძოლეთ და რა მივიღეთ, არაფერი არ მივიღეთ. ჯობია ისე ჩემს ცხოვრებას მივხედო. აი ესეთი ფიქრები უკვე ნიშნავს, რომ ადამიანი უარს ამბობს პასუხისმგებლობაზე თავისი სამშობლოს მომავლის წინაშე. მაგრამ არსებობს მესამე მიზეზი მოთმინების, ეს არის სტრატეგიული მოთმინება. ეს არის მოთმინება, როდესაც საზოგადოება დუმს იცდის, მაგრამ ელოდება კარგ მომენტს, ზუსტ მომენტს პროტესტისთვის, იმიტომ რომ ამ პროტესტმა მოიტანოს ცვლილებები და ამ მოთმინების დროს თან აგროვებს რესურსს. ეს რესურსი შეიძლება იყოს მაგალითად ემოციური რესურსი, შეიძლება თანამოაზრების შემოკრება იყოს, ინფორმაციის მოძებნა იყოს და ასე შემდეგ. და მაშინ ეს არის გაცნობიერებული პროტესტი და არანაირი კავშირი ამას სპონტანურ გარეთ გამოქცევასთან არ აქვს, არ ექნება. განსხვავება გულგრილობასა და სტრატეგიულ მოთმინებას შორის გარეგნულად არც ჩანს ალბათ, რა ჩანს, რომ ადამიანები შედან სახში და არ აპროტესტებენ ცუდ ხელისუფლებას, ხო? მაგრამ განსხვავება სინამდვილეში არის აი ამ მოთმინების რეალურ შინაარსში. საზოგადოების წიაღში პროტესტი ენერგიას იკრებს, თუ ენერგიისგან იცლება. აი ეს არის კითხვა. აქ რა თქმა უნდა, მინდა სანამ ამ კითხვაზე ჩემ პასუხს გეტყვით, ვახსენო რუსთაველის გამზირის პროტესტი. ეს ადამიანები ფაქტობრივად მალე 500 დღე გახდება, ყოველ დღე გამოდიან და აპროტესტებენ ხელისუფლების დამოკიდებულებას საქართველოს მომავლის და ხალხის მიმართ, მაგრამ ეს პროცესიც არ მაძლევს საფუძველს, რომ პირდაპირ თქვა ჩემი აზრი, რაში გადაიზრდება საზოგადოების მოთმინება. უბრალოდ ეს პროტესტი მე მაძლევს პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად გაზრდილია ჩვენი საზოგადოება, მაგალითად 9 აპრილის შემდეგ, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ რა შეგვეძლო? აი ეს შეგვეძლო, რომ სპონტანურად გამოვსულიყავით გარეთ, გაგვეპროტესტებინა ის, რაც ხდებოდა და თავი შეგვეწირა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. და ეხლა ჩვენ უკვე შეგვიძლია, მე არ ვამბობ ჩვენს, როცა ვამბობ, გულისხმობ საზოგადოების თუნდაც ძალიან მცირე ნაწილს, მაგრამ მას შეუძლია სტაბილურად, სისტემურად აჩვენოს ხელისუფლებას, რომ პროტესტი ცოცხალია და პროტესტი არსად არ წასულა და აი ეს გაგრძელდეს 500-მდე დღის განმავლობაში. აი ეს შეგვიძლია უკვე ჩვენ, როგორც საზოგადოებას, რაც დიდი სიახლე არის და რაღაცაზე მიანიშნებს, მაგრამ რა არის ეს რაღაც? მე ვერ ავიღებ ახლა ჩემ თავზე, რომ ამასთან დაკავშირებით თუნდაც ჩემი აზრი ვთქვა. ერთადერთ რამეს ვიტყვი, რომ ეს პასუხი მაქვს, ბუნდოვანია, მაგრამ ჩემი აზრით ზუსტი პასუხი არის, რომ მხოლოდ დრო გამოაჩენს, რას ნიშნავს ჩვენი საზოგადოების მოთმინება. დრო გვეტყვის ჩვენ, რომ სინამდვილეში იყო თუ არა ეს სტრატეგიული მოთმინება, იყო თუ არა ეს დროის მოგება იმისთვის, რომ პროტესტს შეეძინა უფრო ორგანიზებული ხასიათი, რომ მომხდარიყო მრავალშრიანი დაგეგმვა პროტესტის და ბევრ ადამიანს ეშრომა იმისთვის, რომ ეს მოთმინება ნამდვილად გადაზრდილიყო სტრატეგიულ მოთმინებად, მაგრამ ჯერჯერობით არა გვაქვს ჩვენ ამის პასუხი და ნამდვილად არ მინდა, რომ პატიმრების და რუსთაველის პროტესტის მონაწილების მოთმინება იყოს აი ეს ერთეული მცდელობა, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამაზე უფრო კაფიოდ
ამ საკითხზე პირადად მე დღეს ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს თემა არის მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ და ვიმსჯელოთ ამ თემაზე. კიდევ ერთხელ გთხოვდით, რომ მოგეწერათ თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, თქვენ როგორ აფასებთ ქართული საზოგადოების მოთმინებას, თქვენ თვითონ პირადად რა გამოცდილება გაქვთ მოთმინებასთან დაკავშირებით. ამას იმიტომ გთხოვთ, რომ მინდა ეს ჩემი პოდკასტი გახდეს ის ადგილი, სადაც გონიერი ადამიანები იმსჯელებენ, თუნდაც შეეკამათებიან ერთმანეთს, ან დაეთანხმებიან ერთმანეთს და მინდა რომ ასთა გაცვლა გამოცვლის ადგილი იყოს ეს პოდკასტი, მისი კომენტარების ველი და მეც რა თქმა უნდა ძალიან დიდი ყურადღებით წავიკითხავ ყველაფერს და გიპასუხებ, როცა საჭიროდ ჩავთვლი, რომ ეს კარგი იქნება. ახლა ხვალამდე გემშვიდობებით და გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა იანთაძის ონლაინ დღიური და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან ერთად ხართ.